Hei მეგობრებო, მე ვარ ნიკა რევიჯიდან, ისევ დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს მინდა შემოგთავაზოთ HTC U11-ისა და Pixel-ის speed test-ი. რათა გავიგოთ თუ რომელი smartphone ხსნის აპლიკაციებს უფრო სწრაფად და რომელი უფრო ნელა. რასაკვირველია, სუპერმეცნიერული ტესტი ეს არ იქნება, არამედ მხოლოდ აპლიკაციების გახსნის სისწრაფის ტესტი, რომელიც ზოგად შთაბეჭდილებებს მოგცემს. და ალბათ დამეთანხმებით საინტერესოა ვნახოთ თუ რომელი smartphone უმკლავდება გარკვეულ აპლიკაციებს უფრო სწრაფად და რომელს უფრო ნელა. აქეთ ამ მხარეს გვაქვს Google-ის თბილ და მყუდრო სახლში შექმნილი Google-ის smartphone-ებიდან ყველაზე გუგლოვანი Pixel-ი, რომელიც მუშაობს Snapdragon 821-ზე და მას მხარს უჭერს 4 GB ოპერატიული მეხსიერება. მეორე მხარეს კი გვაქვს HTC-ის უახლესი, ახლა უკვე შუშის დიზაინში შეფუთული U11, პირველი smartphone, რომელსაც შეგვიძლია მოუჭიროთ. ის მუშაობს Qualcomm-ის უახლეს, ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფ Snapdragon 825 პროცესორზე, რომელსაც მხარს ასევე 4 GB ოპერატიული მეხსიერება უჭერს. მოკლედ მეგობრებო, წესები ძალიან მარტივია. თავდაპირველად გვაქვს სისტემური რამოდენიმე აპლიკაცია, შემდეგ მოდის Google-ის აპლიკაციები და მესამე ხარისხოვანი აპლიკაციები, რომელთან ერთად ასევე თამაშებიცაა, რომ შევადაროთ რომელი უფრო სწრაფად გახსნის მათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ Pixel-ზე აყენია Android 8.0-ის beta ვერსია, რომელიც მთლად სტაბილური არ არის. HTC-ზე კი Android 7.1-ის ბოლო განახლებაა, თუმცა მაინც მიუხედავად იმისა, რომ აქ beta ვერსია მიყენია, მაინც მინდა რომ ეს ორი ტელეფონი შევადარო. ორივე smartphone-ი რა თქმა უნდა ახლად გადარესტარტებულია და გასუფთავებულია ყველა ბოლო აპლიკაცია, ასე რომ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიყოთ და დავიწყოთ ტესტი. ესე იგი, პირველი აპლიკაცია ჩვენ ჩამონათვალში არის მესიჯები, ვნახოთ რომელი smartphone უფრო სწრაფად გახსნის მას. მან შესადამე 1, 2, 3. ორივეზე თითქმის ერთნაირად იყო, ან მომეჩვენა, არ ვიცი. ახლა გავტესტოთ კამერა 1, 2, 3. Pixel-ზე იყო უფრო სწრაფი ნამდვილად. საათი რომ გავტესტოთ 1, 2, 3. ნამდვილად U11-ზე უფრო სწრაფი იყო. კალკულატორი 1, 2, 3. ისევ U11-ზე იყო უფრო სწრაფი, სეტინგები 1, 2, 3. მომეჩვენა მგონი, მაგრამ Pixel-ზე უფრო სწრაფი იყო, თუმცა U11-ის არ ჩამოვარდება არანაირად. ფოტოების გახსნა რომ დავტესტოთ 1, 2, 3. თითქმის ერთნაირად გაიხსნა, მაგრამ მგონი U11-მა უფრო სწრაფად დაარენდერა ფოტოები. Drive 1, 2, 3. ისევ ერთნაირად იყო თითქმის. Play Store 1, 2, 3. მგონი U11-მა უფრო სწრაფად გახსნა, მაგრამ ყველაფერი დაარენდერა უფრო სწრაფად Pixel-მა, ან მომეჩვენა. Google Plus 1, 2, 3. უფრო სწრაფი, ცოტათი უფრო სწრაფი იყო U11-ზე. ვნახოთ Google Docs 1, 2, 3. თითქმის ერთნაირად იყო ყველაფერი, ახლა გავხსნათ YouTube-ი და ვნახოთ ვიდეო. თითქმის ერთნაირად გაიხსნა, მაგრამ ერთნაირი ვიდეო თუ ვიპოვე ხა რა თქმა უნდა, აი მაგალითად ეს 1, 2, 3. და ვაუ. ზუსტად ერთნაირად გაიხსნა, არ მოველოდი ამას ნამდვილად. Inbox-ი რომ გავხსნათ 1, 2, 3. თითქმის ერთნაირად იყო, მაგრამ box-ი უფრო სწრაფად U11-ზე გაიხსნა. კალენდარი 1, 2, 3. ესეც თითქმის ერთნაირად იყო, მაგრამ U11-ზე ცოტათი უფრო სწრაფად იყო. გავხსნათ Chrome 1, 2, 3. და ავკრიფოთ Reviews საიტი. გადავიდეთ 1, 2, 3. და ვნახოთ რომელი smartphone უფრო სწრაფად ჩატვირთავს ჩვენ გვერდს და ხო U11 უფრო სწრაფად ჩაიტვირთა თან საგრძნობლად უფრო სწრაფად ვიტყოდი ასე. შემდეგი გვაქვს Snapseed და Snapseed-ში მინდა სხვათა შორის ერთი ფოტო რომ დავარენდერო და ვნახოთ რომელი უფრო სწრაფად დაარენდერებს მას. რომ გავხსნათ მაგალითად ეს ფოტო. მოვუმატოთ რაღაცეები. ერთნაირად მომატებს ზუსტად თითქმის. პრინციპში ამის შედარებას აზრი არ აქვს. აი აქ რომ დავაჭერთ და ექსპორტი, რომელი უფრო სწრაფად დაექსპორტებს სურათს 1, 2, 3. და
თითქმის ერთნაირად იყო, ან კიდე საერთოდ ერთნაირად იყო, არ ვიცი. ახლა კი Android-ისთვის ყველაზე დაძაბული აპლიკაცია, რომელიც არის Facebook-ი, რა თქმა უნდა. ნახოთ, რომელი smartphone-ი უფრო სწრაფად გახსნის მას. 1, 2, 3 და ხო, U11-ზე უფრო სწრაფი იყო, თან გადაარენდერა უფრო სწრაფად U11-ზე. ახლა გავხსნათ Twitter-ი 1, 2, 3 და ისევ U11-ზე უფრო სწრაფი იყო. Spotify რო გავხსნათ, თუ მაგალითად მუსიკის მოსმენა მოგვინდა 1, 2, 3 და ცოტათი უფრო სწრაფად U11-ზე იყო ნამდვილად. Instagram-ი რომ გავხსნათ 1, 2, 3 ცოტათი უფრო სწრაფად იყო U11-ზე, მაგრამ საგრძნობლად უფრო სწრაფად განახლდა U11-ზე ისევ. ახლა ნახოთ, ჩემ პროფილზე რო გადავიდე 1, 2, 3 თითქმის ერთნაირად იყო, სხვა შორის დამაფოლოვეთ აუცილებლად Instagram-ზე. Snapchat-ი რომ გავხსნათ 1, 2, 3 ორივეზე სწრაფად გაიხსნა, მაგრამ უფრო სწრაფად login screen-ი ამოვარდა U11-ზე. IM-ი რომ გავხსნათ 1, 2, 3 საგრძნობლად უფრო სწრაფად გაიხსნა U11-ზე. შემდეგ Amazon-ზე, Amazon-ზე რომ შევიდეთ 1, 2, 3 და ისევ U11-ზე უფრო სწრაფი იყო. ახლა გადავდივართ თამაშებზე. შეგვიძლია გადავიდეთ თამაშებზე და ვნახოთ, რომელი smartphone-ი უფრო სწრაფად ჩართავს მათ. Subway Surfer-ით რომ დავიწყოთ 1, 2, 3 და U11-მა ცოტათი სწრაფად გახსნა, მაგრამ იტვირთება საგრძნობლად უფრო მალე და კი U11 უფრო სწრაფად გახსნა. შეგვიძლია უფრო სწრაფად დავიწყოთ U11-ზე თამაში, ვიდრე Pixel-ზე. ახლა Smash-ით რომ დავტესტოთ 1, 2, 3 უფრო სწრაფად გაიხსნა, მაგრამ იტვირთება აქ უფრო სწრაფად. რა მოხდა ეს, არ ვიცი, restart-ს რომ დავაჭიროთ 1, 2, 3 თითქმის ერთნაირად იყო. Pinauchi რომ შევიდეთ 1, 2, 3 ცოტათი უფრო სწრაფად U11-ზე იყო, კიდევ ერთხელ. აპლიკაციების speed test-ი დავასრულეთ, თუმცა ახლა საინტერესოა რომელმა ტელეფონმა, რომელი ტელეფონის ოპერატიულმა მეხსიერებამ ჩაიტოვა ეს აპლიკაციები და რომელმა დახურა, რა თქმა უნდა. და ისევ თავიდან რომ დავიწყოთ, მესიჯებით დავიწყოთ 1, 2, 3 და ხო, რა თქმა უნდა, ორივე ტელეფონზე გადარესტარტდა, კამერაც პრინციპში ორივე ტელეფონზე გადარესტარტებულია ისევ, clock-ი სხვა შორის Pixel-ის clock-ი გადარესტარტდა, თუმცა U11-ს ის ჩატოვებული ქონდა RAM-ში. კალკულატორი რომ ვნახოთ, ეს ფიქრობ არც ერთს არ გაუჭირდება და ვნახოთ მაინც. და გონი U11-ზე იყო ჩატოვებული, თუმცა Pixel-მა თავიდან ჩართო ის. Setting-ები რომ ვნახოთ, ორივე ტელეფონზე გადარესტარტდა, ფოტოები რომ ვნახოთ, ორივე ტელეფონზე ისევ გადარესტარტდა. Drive-ი ორივეში სხვა შორის ჩატოვებული იყო და გახსნილი. Play Store-ი რომ ვნახოთ, ორივე ტელეფონში ისევ ჩართული იყო. Google Plus-ი ორივე ტელეფონში გამორთული იყო. Google Docs-ი ორივე ტელეფონზე თავიდან ჩაირთო, რა თქმა უნდა. ეხლა YouTube-ი რომ გავხსნათ 1, 2, 3 და ხო, ორივე ტელეფონზე, რა თქმა უნდა, გადარესტარტდა. Inbox-ი რომ ჩავერთოთ, ისევ ორივე ტელეფონი გადარესტარტდა, კალენდარი ისევ, Chrome-ი ისევ იგივე სიტუაცია გვაქვს, Snapseed-ი იგივე, თუმცა სხვა შორის ორივემ გააგრძელა იგივე პოზიციიდან, რაც საკურველია. თუ გავა, რა თქმა უნდა, ეხა სახში. Facebook-ი ამაზე დარწმუნებული არ ვარ, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად დახურული იქნება და ვნახოთ მაინც. ვაუ. ამას ნამდვილად არ მოველოდი, Pixel-ზე ის გახსნილი იყო, უბრალოდ დარეფრეშ და ხოლო U11-მა სულ თავიდან გახსნა ის. Twitter-ი რომ დავტესტოთ და ხო, რა თქმა უნდა, ორივე ტელეფონზე დახურულია. Spotify რომ ჩავერთოთ, სხვა შორის Pixel-ზე დატოვებული იყო RAM-ში და ისევ გახსნა, თუმცა
ორივე ტელეფონმა გადაარესტარტა, თუმცა რამში ჩარჩენილი იყო, რომ პროფილზე ვიყავი გადასული, ეგეც კარგია, არ არის ცუდი. Snapchat-ი რომ გავტესტოთ, სხვა შორის ორივე ტელეფონზე გახსნილი იყო. IM-ი რომ გავტესტოთ, ორივე ტელეფონზე ნამდვილად გადაარესტარტდა. Amazon-ი რომ ვცადოთ, ისევ და ისევ ორივე ტელეფონზე გადაარესტარტდა. ახლა კი მივუახლოვდით თამაშებს და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე დახურული იქნება ორივე ტელეფონში, მაგრამ მაინც ვნახოთ. Subway Surfer-ები და ხო, რა თქმა უნდა, ორივე ტელეფონში არის დახურული. Smash Hit-ი ისევ ორივე ტელეფონზე არის დახურული და Pinout-ი ისევ და ისევ ორივე ტელეფონზე არის დახურული. როგორც ხედავთ, ორივე ტელეფონი თითქმის ერთნაირია რამ მენეჯმენტში, არანაირი დიდი სხვაობა არ არის და ორივე ძალიან კარგად მუშაობს. ახლა კი მეგობრებო, სპეციალურად მათთვის, ვისაც ძალიან გიყვართ სინთეტიკური ბენჩმარკები და რომელი smartphone-ი უფრო მეტ ციფრს იღებს ტესტებში, თქვენთვის სპეციალურად მოვამზადე ესეთი ორი გრაფიკული ტესტი, სადაც ტელეფონები დაიტესტება AnTuTu-ში და დაიტესტება Geekbench 4-ში, სადაც გამოვლინდება, რა თქმა უნდა, ქულები და ვნახავთ, რომელი smartphone-ი უფრო კარგად უმკლავდება ყველაფერს. მე რა თქმა უნდა, დიდად ციფრებს არ უჯერებ, თუმცა მაინც ვნახოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს დავხურავთ, რადგან ეს ყველაფერი აღარ გვჭირდება და ვნახოთ, რომელი smartphone-ი უფრო სწრაფად გააკეთებს ყველაფერს. პირველი დავიწყოთ AnTuTu-დან და თუ ჩაირთვება, რა თქმა უნდა, დავაჭიროთ ტესტს და წავიდა. რა თქმა უნდა, როგორც მოსაოდნელი იყო, რადგანაც HTC-ის უყენია Snapdragon 825 პროცესორი, ამას კი 821, ის გაცილებით უფრო სწრაფია და როგორც ხედავთ, უფრო მეტი ქუა აიღო AnTuTu-შიც. ახლა კი შეგვიძლია ეს დავხუროთ და გავტესტოთ შემდეგი აპლიკაცია, რომელიც არის Geekbench 4 და ვნახოთ, რომელი smartphone-ი უფრო სწორად უფრო მეტ ქუას იღებს და დავიწყოთ. კიდევ ერთხელ, როგორც ხედავთ, U11-ზე უფრო. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ U11 უფრო სწრაფია ვიდრე Google-ის Pixel-იც კი. ეს ყველაფერი კი დამსახურებულია უსწრაფესი Snapdragon 825-ის ხარჯზე და ასევე ძალიან დიდი მადლობა HTC-ის, რომ ინტერფეისს დიდად არ ცვლის და ის სუფთა Android-თან ძალიან ახლოსაა. ამჯერად კი მეგობრებო, სულ ესაა, თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და აკომენტარეთ და გამოყვებით სოციალურ ქსელებსა თუ ჯგუფში. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.